ვინ დააორგანიზა არასრულწლოვანი ძმების ცემა, ეგრეთ წოდებული კანონიერი ქურდის გინების გამო გორში. გამოძიებას ეს ამ დრომდე არ გაურკვევია. დადგენილია მხოლოდ ის, რომ ეგრეთ წოდებული შავი სამყაროს შეურაცხყოფისთვის სკოლის მოსწავლეებს ფიზიკურად 15-მდე პირი გაუსწორდა. ჯგუფური ჩხუბის მონაწილეების საგამოძიებო უწყებამ გამოკითხა, მაგრამ მხოლოდ ერთის დაკავების გადაწყვეტილება მიიღეს. ბრალდებულიც სკოლის მოსწავლეა, მაგრამ დანაშაულს არ აღიარებს და ის ახლა ბრალის წარდგენის მოლოდინშია. ის არის 16 წლის არავითარი რაღაცა ისეთი რაღაც არ არის ავტორიტეტი რაღაცა ვთქვათ ისეთი რომ რაღაც ქურდულ სამყაროსთან კავშირში იყოს მისთვის არ არის ინტერესის სფერო ზოგადად ეს სისტემა დიახ და არ ვიცი აი მოკლედ ძალიან გაუცებული ვარ მეცა თვითონაც რომ საქმეს რაღაცა აი ამ შესაძლებელია ჯგუფს რომელიც არასრულწლოვანებს შორის მოხდა დაერქვა რაღაცა ქურდული სამყაროს ინტერესების დაცვისათვის ბრძოლა თუ მათი ხარდაჭერისთვის თუ მოკლედ ასე შემდეგ რომ ზოგადად აღკვეთის ღონისძიება ის გამოყენება არ უნდა მოხდეს ვინაიდან თქვენს ცნობილია რომ ის 16 წლის არის ჩვენ გამოვცხადით საკუთარი ინიციატივით როდესაც გავიგეთ რომ პოლიცია დაინტერესდა ჩვენი პიროვნებით და სახლში მიაკითხა